51 წლის ზურაბ გულდიანი თბილისის ქვემო სვანეთიდან ესტუმრა. ლენტეხელი სახალხო მკურნალი და რაიონული ანსამბლის წევრი დედაქალაქს ამბიციური, თუმცა რეალური მიზნით ეწვია. მას აზიდვებში გინესის რეკორდის დამყარება აქვს განზრახული. თუ არის რეკორდი ახლა და თუ ისეთია რომ კაცი თუნდაც დამანახებს რომ ცალხელზე წუთში 75 აწევს 100 კილოგრამიანი კაცი, მე მზად ვარ რომ თავითანებო არ არის რეკორდი ვიტყვი და. თუ არა და მაინტერესებს ახლა მე ასაკში ვარ 51 წლის კაცი ვარ და ახლა ეს რომ ამ ყვალზე ჩაიაროს და არაფერი არ არისო მე რო საძებარი გახდესო სად არის კაციო ასე არ მინდა დღეს მე ფაქტობრივად შემიძლია რომ წუთში 60-70-ჯერ გავაკეთო. ზურაბ ტულდიანი საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ჯუმბერ ლეჟავას წინაშე აპირებს, რომელმაც აზიდვებში 14-ჯერ დაამყარა გინესის რეკორდი. გინესის წიგნში შესვლა სჭირდება განაცხადი მსურველის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა, ორი სხვადასხვა კომისიის დასკვნა და რასაკვირველია შედეგის ჩვენება. ეს ყველაფერი კი ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც რეკორდსმენობის მსურველმა უნდა მოიძიოს. ეს გზა ჯუმბერ ლეჟავამ 14-ჯერ გაიარა და მისი აზრით რეკორდსმენობაზე უფრო მნიშვნელოვანი აქ სხვა რამეა. ეხლა თავარი რა არის? მე ყველას ურჩევ ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროს ამ ქვეყანაზე. სპორტის გარკვეულ სახეობას ეწიოს და აუცილებლად დიდი ნებისყოფა უნდა კონდეს მას. მარტო ის არ არის სურვილი, ზოგმაიცის სურვილი აქვს და კვირაში ერთხელ ივარჯიშებს. არა, ჯანმრთელობისათვის ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო. ქართველებმა არაერთხელ ვცადეთ და დავამყარეთ გინესის რეკორდი. ამისთვის კახეთში 8 მეტრიანი ჩურჩხელა მომზადდა. აჭარაში 8 მეტრიანი ხაჭაპურით გადაწყვიტეს მსოფლიოს გაოცება. გოდერძი მახარაძემ ძეგვიდან თბილისამდე ბურთი კენწვლით ჩამოიტანა. კახიაშვილი კი რეკორდსმენობის წიგნში 7-ჯერ, ოღონდ ავტომატურად მოხვდა. მას შემდეგ რაც ოლიმპიადაზე 2 ჭიჭში მსოფლიო რეკორდები დაამყარა და ოქროს მედლები მოიპოვა. ეს არის ქვეყნის პროპაგანდა, ქვეყნის სახე, როდესაც მისი წარმომადგენელი ამყარებს მსოფლიო რეკორდს ან იგებს რომელიმე დიდ შეჯიბრს. წარმოგიდგენიათ ალბათ და ყველა ვიცით რა სიხარულს ანიჭებს ქვეყანას, სახელმწიფოს, სპორტის სახეობას თუნდაც. უმრავლესობის აზრით გინესის რეკორდსმენობა ავტომატურად ფულად ჯილდოსთან და სახელის უკვდავყოფასთან ასოცირდება. თუმცა ჯილდოს გინესის რედაქცია არ აწესებს და არ აქვს მნიშვნელობა რის საფუძველზე გახდები რეკორდსმენი, ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონობისა თუ 8 ტონიანი ვაგონის დაძვრისთვის.